მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენ საუბრებს 10 თანამედროვე ქართულ ბესტსელერზე და დღეს უკვე სადღაც გავედით, უკვე ბოლოსკენ მივდივართ. საუბარი 8 ლაშა ბუღაძის ბოლო ზარი. ეხლა წინა წიგნებიდან განსხვავებით, ეს არის ძალიან სპეციფიური წიგნი, რომელიც განკუთვნილია, თუ ვიცით, ჩვენ არსებობს ხოლმე 18 პლუსი, ეს არის 18 მინუსი, ალბათ ასე მგონია, მე ამ წიგნის ზუსტი დახასიათება იქნება, რომ 18, ანუ ამ წიგნის მკითხველის ასაკი ძალიან განსაზღვრულია და ეს ცალკე ჟანრიც კი არსებობს ლიტერატურაში, ლიტერატურა მოზარდებისთვის. ანუ არა ბავშვებისთვის, არამედ მოზარდებისთვის. სხვათა შორის რაღაც ინგლისურ ენაში ეს ძალიან განვითარებული ჟანრიც არის და თავისი კლასიკოსებიც ყავს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის საბავშვო წიგნი. სადღაც ალბათ 12-13 წლიდან, ანუ გარდატეხის ასაკის დასაწყისიდან დასრულებული ალბათ 18 წლის ასაკში. ნუ მე 18 წლისზე გაცილებით ასაკოვანი ვიყავი, როდესაც ეს წიგნი წავიკითხე და ეხლა გადავიკითხე, რომ მომზადებოდი უკეთესად. ანუ ეს არის ძალიან ნიშური ჟანრული ლიტერატურა, სადაც ბევრი ესეთი მაგალითი არ გვაქვს ჩვენ ქართულენოვანი. მე ვიტყოდი სამწუხაროდ, იმიტომ რომ თავისებურ რაღაც ოსტატობას მოითხოვს ლიტერატურულს ერთი, პირველ რიგში ენა უნდა იყოს დაუშვათ რამდენი სიტყვა იცის 13-დან 18 წლამდე ადამიანმა. ნუ ძალიან ბევრი სიტყვა არ შეიძლება რომ იცოდეს და აქედან გამომდინარე ალბათ სულ რაღაც 4-5000 სიტყვაზე გვაქვს საუბარი და 4-5000 სიტყვით გამოყენებით, ანუ თვით ლიმიტაციით დაწერო წიგნი, განსაკუთრებით რომანი არ არის მაინც და მაინც ადვილის საქმე. მეორე რაც შეიძლება ითქვას, ეს აი მსგავსი ლიტერატურა ეხება კონკრეტული, როგორც უკვე აღნიშნეთ, ასაკის ადამიანებს, აქედან გამომდინარე, აქ არ შეიძლება, აქ უფრო მეტი გარდატეხის ასაკის კომპლექსებია, ვიდრე ფილოსოფიური წიაღსვლები, ღრმა ანალიზი და ასე შემდეგ. ანუ აქ არ უნდა ვეძებოთ ჩვენ რაღაცა ღრმა ფსიქოლოგიური სვლები. პირიქით. და ამ წიგში თავისთავად ეხა მე გამოვკითხე ადამიანები და ბევრმა მითხრა რომ არ მაქვს ეს წიგნი წაკითხული და არც მიკვირს, მაგრამ ადამიანები რომლებიც დღეს ალბათ არიან უკვე 30 წელს გადაცილებული, ძალიან ბევრ ადამიანს ეს წიგნი თავის დროზე წაკითხული აქვს და ზუსტად ამიტომ გახდა ბესტსელერი. ეხა თავისთავად ამ ჟანრზე რომ ვიმსჯელოთ, ცოტა წავალ ისტორიაში, ანუ ნაბიჯს გადავდგავ უკან და ვიტყვი ასეთ რაღაცას. თუმცა ეს არ შეეხება მაინც მოზარდთა ლიტერატურას. ყოფილა მსოფლიო ლიტერატურაში ძალიან სერიოზულად დაწერილი წიგნები, ასე ვთქვათ, ძალიან სერიოზული განზრახვით, ძალიან ღრმა ფილოსოფიური შინაარსით, რომელიც დროთა განმავლობაში გამომდინარე იმიტომ, რომ აქვს და მიმზიდველი სიუჟეტი ქცეულდა საბავშვო წიგნების კლასიკად. ნუ ასეთი ახლა ორი ცნობილი რომანი ყველამ ვიცით. დანიელ დეფოს რობინზონ კრუზო და ჯონატან სვიფტის გულივერის თავგადასავალი. თუ ლემუელ გულივერის ცხოვრება თუ ესეთი რაღაც ინგლისში უყვარდათ გრძელი სათაურები იმ დროს. ანუ ეს წიგნები სინამდვილეში არის ძალიან ღრმად ეგზისტენციალური გულივერის თავგადასავალი სოციალურ-პოლიტიკურიც კი, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს წიგნები გადაიქცა საბავშვო ლიტერატურის, საკმაყოფილო ლიტერატურის კლასიკად. ალბათ ეხა დანიელ დეფოს რო გაიგო, რომ ის რომანს საკითხებენ დაუშვათ 13-12 წლის ბავშვებს, გულიც კი გაუსკდებოდა და როგორც იტყვიან, საფლავში ბრუნავს, ხო, დღეს ხო ბევრზე იძახიან, რომ ის საფლავში ბრუნავს, ეს საფლავში, აი თუ ვინმე საფლავში ბრუნავს, ჯონატან სვიფტი და დანიელ დეფო ბრუნავენ საფლავში, ახლა რო იციან, რომ საბავშვო ლიტერატურად არის ეს ორი წიგნი ქცეული. ეხლა ლაშა ბუღაძის შემთხვევაში ასეთი რამე არ არის, ეს წინასწარი განზრახვით გათვლილია კონკრეტული ასაკის ადამიანებზე. ანუ ჩანაფიქრი არის, რომ ეს წიგნი წაიკითხონ
უფროს კლასელებმა. აი ეს სიტყვა ბოლო-ბოლო გამახსენდა და მომივიდა თავში. ეს არის უფროს კლასელების ლიტერატურა, რომლებმაც აი სადაც არის უნდა დაამთავრონ სკოლა და შეუდგნენ კოლეჯი, უნივერსიტეტის გზას და აირჩიონ ცხოვრებაში ვინ არიან, სად არიან, რა უნდათ. მაგრამ ეს ყველაფერი ჯერჯერობით ძალიან ბუნდოვანია. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ წიგნის ახლა თავისთავად უკვე თვით ლიმიტაციის გამო ეს წიგნი ვერ იქნება ვერც ღრმად ფსიქოლოგიური და ვერც ღრმად ფილოსოფიური. ასეთ წიგნში ახლა რა არის მნიშვნელოვანი და რას აკეთებს ამ შემთხვევაში ლაშა ბუღაძე. ლაშამ ამ წიგნში გააკეთა ესეთი რაღაცა, რომ მაქსიმალურად უკვე ვთქვით, რომ ეს თვით ლიმიტაცია სიტყვების სიტუაციების შექმნა ალბათ თავის მოგონებებზეც კი არის, შეიძლება ვთქვათ, რომ ავტობიოგრაფიულიც არის, ვიღაცებზე დაკვირვებითაც არის და ერთი შეხედვით შეიქმნა რაღაცა იმ პერიოდის უფროს კლასელთა ცხოვრებაზე დაიწერა რომანი. როდესაც მე ეს რომანი წავიკითხე, პირველი განცდა მქონდა, რომ ესე იგი არაფერი არ შეცვლილა ჩემი ბავშვობის შემდეგ. ისევ არიან ესეთი გაჭირვებულები, დაკომპლექსებულები, ისევ არიან ისეთი, რომ უნდათ მოხვდნენ სადღაც და დამკვიდრდნენ სოციალურად ვიღაც. ოღონდ ეს ყველაფერი ხდება ბავშვურად, რა თქმა უნდა, აქ არ არის რაღაცა კარიერულ და ისეთ წინსვლებზე ლაპარაკი. აქ არის, რომ ვიღაცის მეგობარი გინდა იყო დაუშვათ. ვიღაცამ დაგპატიჟოს ისეთ დაბადების დღეზე. თუმცა ამ წიგნში არის ერთი განსხვავებაც ჩემი ბავშვობისგან განსხვავებით, რომ ჩემი ბავშვობა არ იყო ეგეთი დემოკრატიული. როგორც აქ არის. ალბათ ამის მიზეზი ის იყო, რომ მაშინ არ არსებობდა დიდი კაფეები, დიდი კლუბები, ასე შემდეგ და დიდ დაბადების დღეებს ვერ უხდიდნენ ხალხს და აქედან გამომდინარე ხდებოდა ეს ყველაფერი ძალიან შერჩევით. ანუ აქ ის დაისვა ისეთ სოციალურმა საკითხმა, რომელიც თითქოს ჩემ თაობასთვის იყო მოგვარებული ისე რომ ყველა თანასწორები ვარ და ისა პირიქით ძალიან არადემოკრატიულად აქცია ისეთი დემოკრატიული ღონისძიება როგორც არის დაბადების დღე, იმიტომ რომ დამეთანხმებით ყველა ადამიანს უნდა რომ მის დაბადების დღეზე იყოს ბევრი ხალხი. არავის არ უნდა რომ მის დაბადების დღეზე მოინდეს 7-8 კაცი. ყველას უნდა რომ მისი დაბადების დღე იყოს ზეიმი, მაგრამ ხა ჩემ ბავშვობაში მაგის საშუალება არ იყო და ამიტომ ეს ძალიან არადემოკრატიულად იქცა 7-8 კაცი ვიკრიბებოდით. ხო და აი ეს არის განსხვავება. ეხლა თავისთავად ცოტა ხანი შევეხები და ეს არის საქართველოში უკვე არის ეს ემთხვევას წინა რომანი რო განვიხილეთ, აი ეს საშუალო კლასი, ბიზნესი, რაღაცა რო იწყება, ოღონდ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ამათი მშობლები არიან ჩართული ამ ყველაფერში და არა, ასე ვთქვათ, თავად ეს ძირითადი პერსონაჟები. ძირითადი პერსონაჟები არიან საკუთარი თვით გამორკვევით და რეალიზაციაში ჩართულები, ოღონდ ძალიან ინსტინქტურად და ქმედებითად და არა ფიქრით. ეხლა ამ ესეთ წიგნს ჭირდებოდა თავისი სტილი. ასეთი სტილი შეიძლება შეიქმნას მრავალნაირად. მაგალითად, მე თავის დროზე ვკითხულობდი აი ამ ნიშის ლიტერატურას, იმიტომ რომ ამერიკაში რომ ცხოვრობდი, ეს ძალიან აქტუალური ლიტერატურაა იქ ეს რა, მოზარდების ლიტერატურა, იმიტომ რომ მოზარდებს იქ ცოტა სხვა პრობლემები აქვს დაუშვათ, ვიცით ჩვენ რომ უკავშირდება ხომ ინდივიდუალურ ტერორიზმს, ასეთ შემდეგ რაღაცა, ბულინგი, რასაც ქვია. თუმცა აქ ხა ჩვენ ნაკლებად ინდივიდუალისტური საზოგადოება ვართ ამერიკისგან განსხვავებით და აქედან გამომდინარე ჩვენთან მაინც ყველაფერი კოლექტიურად წყდება და იღებს კომიკურ ელფელს როგორც ძალიან ხშირად ყველაფერი. ამ წიგნში ხა არ არის რაღაცა ტერორიზმი, მაგრამ არის აგრესია, რასაც ჩვენ უწოდებთ ეს ურბანული აგრესია. თუმცა ისევ ხა მიუბრუნდები სტილს, იმიტომ რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სიტყვათა ეს თვით ლიმიტაცია, არამედ ავტორის დამოკიდებულება ამ ყველაფრისადმი და სტილია შერჩეული ჩემი აზრით ძალიან ზუსტი. ანუ ეს არის ერთი მხრივ პირობითად რო უწოდოთ სამასწავლებლოს სტილი, სადაც ადამიანს განიხილავენ ვითომ აღმატებულად და სინამდვილეში ძალიან კომიკურია. მეორე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის საჟურნალო ნიანგის რო იყო ადრე ესეთი კომიკური ჟურნალი, ანუ ფელეტონური სტილი, ასე ვთქვათ, და ეს არის სლენგი. სლენგი, რომელიც აუცილებელია
ნატურალიზმის ასე დავარქვათ შესაქმნელად. არა დოკუმენტალიზმის, არამედ ნატურალიზმის შესაქმნელად. ანუ ეს ყველაფერი არის მე ვიტყოდი ძალიან კარგად გაკეთებული ამ წიგნში და თავისთავად არ მიყვირს რომ ძალიან ბევრმა იმდროინდელმა თინეიჯერმა მოზარდმა ასე ვთქვათ ამოიცნო თავისი თავი ამ წიგნში. დაინახა ბევრი იცინეს, შეუყვარდათ ეს წიგნი, მაგრამ როგორც ესე ხდება ხოლმე და ესე წიგნებს ემართებათ ეს წიგნი შემდეგ უწევთ დიდი ხნით გაქრა. რა შეიცვალა? ანუ ჩვენ ახლა საქმე გვაქვს, რომ რახან ეს წიგნი ესე უცებ აფეთქდა და მე ესე ვულკანივით დაცხრა და დღეს ახლა არ ვიცი მე ზუსტად ახლა თავს ვერ დავდებ თანამედროვე მოზარდები ამ წიგნს კითხულობენ თუ არა, ან ზოგადად ამას კითხულობენ თუ არა. ალბათ კითხულობენ თავისებურად რაღაცებს. შემიძლია ვთქვა, რომ რა შეიცვალა. რა შეიცვალა თვითონ იმ გარემოში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ და რატომ მინელდა დაუშვათ თავის დროზე ამ ძალიან პოპულარული წიგნის, ანუ იმიტომ როგორც გითხარით სტილისტურად და თავისთავად როგორც ნამუშევარს ბევრი არაფერი არ დაეწუნება, უბრალოდ არ არის ეს ჩემი ასაკის ადამიანის ისეთი საკითხავი. შეიძლება წაიკითხოს უბრალოდ ისეთი, მაგრამ ფუნქციაც ეს არის, რომ გასართობაც უნდა წაიკითხოს. ეს არის გასართობი ლიტერატურა, ხარისხიანი იმ დროისთვის ხარისხიანი გასართობი ლიტერატურა. მაგრამ მე ამის მიზეზს ვხედავ იმას, რომ ამ ასაკის ადამიანები, რომლებიც 17, 18, 16 სკოლას რომთავებენ, დღეს სოციალურად გაცილებით უფრო ჩართულები არიან ცხოვრებაში, გაცილებით მეტი რამე აინტერესებს, გაცილებით მეტი რამისთვის იბრძვიან, სწორედ თუ არასწორად. ეხლა ჩვენ არ ყავდა ეხლა მაშინ არ იყვნენ ეგეთი 17 წლის და 16 წლის ბავშვები, რომ დადიოდნენ და თავისუფლება პალესტინას და ძირს გენოციდი. არ იყვნენ. ხო, ანუ ეს არის ძალიან კონკრეტულ თაობაზე დაწერილი წიგნი და შეიძლება ითქვას ესეთი რაღაცა, რომ თუ დღევანდელი გადმოსახედიდან გადავხედავთ ამ ხალხს, ეს არიან ძალიან პარაზიტი ბავშვები. ძალიან პარაზიტი ბავშვები, რომლებიც არც მუშაობენ თუნდაც ნახევარგანაკვეთზე, არც თავისუფალი პალესტინას და არც პროისრაელები არიან, ანუ ასოციალურები არიან და არიან გარკვეული. მე ამას ვერც უწოდები თბილისურ დაუშვათ ისეთ ურბანულ რომანს. ეს არის რაღაცა ორი ქუჩის მოსახლეობა, ასე ვთქვათ, ორი უბნის და რომანი ზუსტად ასევეც იწყება, რომ სადღაც ანუ ეს ძალიან კარგი შესავალია, რომ საბურთალო და ვაკერო დაკავშირდა ორი ახალი უბანი სადღაც 60-იან წლებში თავისთავად და უკვე შემოდის მე ეს ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, იმიტომ რომ ვერ ვიტყვი რომ ამ რომანში ხარ რომელიმე ინდივიდუალური მთავარი პერსონაჟია, ანუ ეს არის უფრო თაობაა მთავარი პერსონაჟი ამ წიგნში და შემოდის შემდეგ ეს პერსონაჟი, რომელიც სინამდვილეში ცხოვრობს საბურთალოზე და იძახის სწავლობს ვაკეში და რო ეკითხებია რა უმნელი ხარ იძახის ვაკელი. თუმცა აქ ამის გამართლება, იმიტომ რომ ბებია თუ მამიდა ცხოვრობს ვაკეში და ხანდახან იქ რჩება. ანუ ძალიან ბევრი რამე შეიცვალა ამის შემდეგ და სადღაც შეიძლება დღეს რაღაც თაობის ადამიანებისთვის, ამასაკის ადამიანებისთვის ეს გაუგებარიც კი უნდა იყოს. მაგრამ მეორე მხრივ ესე არ არის, იმიტომ რომ მე ხანდახან ვაკვირდები ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ეხლა ისე ხوار ვარ, უდაბნოში ხوار, ცხოვრობ, ვიცნობ მაგასაკის ხალხსაც და მე რაღაც გაგებით ბევრი რამე ისევ არსებობს. ეხლა ამ წიგნზე გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ თავიდანვე გითხარით, რომ ეხლა ეს არის აი ესეთი წიგნი მოზარდებისთვის წიგნი, ეხლა დიდად მე ვერ განვიხილავ, რა კონფლიქტებია იქ დაუშვათ, რომ ვიღაც დაბადების დღეს ეჩხუბა, ვიღაც იქ ცოტა მოკრიმინალო ტიპს უყვარს ყველაზე ლამაზი გოგო და ეს ლამაზი გოგოც ცოტა სქემატურიც კი არის, მე ვიტყოდი, რაღაცა კლასიკური სქემაა და ამ შემთხვევაში არ ამგონია, რომ ახლა ავტორის მიზანი ყოფილიყო, რომ დაუშვათ სხვა ტიპის შეექმნა, ამიტომ ვახსენე ეს ფელეტონის სტილი. ანუ ეს არ არის
არც განაჩენი შემოაქვს, არაფერი, თორე აქ ხო პარალელურად მაგალითად გავიხსენებდი მე მიგელ ანხელ არა, ეს არ არის მიგელ ანხელ ასტორიასი, ეს არის მარიო ოტერო სილვა. რომელსაც აქვს ეს რომანი, რომელიც ახლა მე მგონი ქართულადაც ითარგმნა, როცა მეტირება არ ვტირი. ასევე მოზარდებზეა რომანი, მაგრამ იქ სულ სხვა კონტექსტია. სულ სხვა იქ არის ბრძოლის, ეგზისტენციალური თვითკვლევის და ასე ვთქვათ თვით ფსიქოანალიზი, ოღონდ არა ამ სიტყვის ფროიდისტულ გაგებაში, არამედ ეს შენი ფსიქოლოგიური დაუშვათ პორტრეტი, რომ დაინახო ვინ ხარ სინამდვილეში, ანუ ხდება ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ისეც ხდება ხოლმე, რომ აი ამ ასაკის ადამიანებზე შეიძლება დაწერო, მაგრამ თავისთავად ეხლა რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი? შეიძლება რომ პერსონაჟების ასაკმა განსაზღვროს ლიტერატურულად კუთვნილების ჟანრი, დაუშვათ ნიშა, რომელს ეკუთვნის. არა, რა თქმა უნდა, ეხლა ოტერო სილვას რომანი არ არის მოზარდების ლიტერატურა და ეს არ არის საბავშვო მოზარდების პროზა. რა თქმა უნდა, ვიღაცამ შეიძლება წაიკითხოს, მაგრამ დასრული ადამიანისთვის ისევე საინტერესოა შეიძლება უფრო მეტადაც, ვიდრე დაუშვათ რომანზე, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ. ანუ აქ ჩვენ ავტორისადმი ნაკლებად კრიტიკული უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ მისი სტრატეგია ზუსტად ეს არის, რომ შექმნას წიგნი, რომელიც ცნობიერად და ესთეტიკურად ეკუთვნის გარკვეულ თაობას. ანუ მიზანი არ არის დიადი, მაგრამ არის კარგად შესრულებული. თუ გავითვალისწინებთ და თუ მიიღებთ ჩემს რჩევას, რომ ამ წიგნს შეხედოთ როგორც გართობას. რა შეიძლება ახლა ითქვას ამ წიგნის სოც რამდენად შეუწყო ახლა ამ წიგნმა ზოგადად აი ესეთი მოზარდებისთვის საკმაწყვილო შეიძლება ითქვას ლიტერატურის განვითარებას საქართველოში ხელი. არ ვიცი, არ მაქვს ზუსტი პასუხი, იმიტომ რომ მაშინ უნდა გავსაზღვროთ რა არის საკმაწყვილო ლიტერატურა. იმიტომ რომ მე მსმენია ასეთი მოსაზრებებით, რომ დაუშვათ გურამ დოჩანიშვილის სამოსელი პირველიც საკმაწყვილო ლიტერატურაა რაღაცა გაგებით. და ასევე მსმენია, რომ დაუშვათ, რომ რეზო ინანიშვილია საკმაწყვილო მწერალი, თუმცა რეზო ინანიშვილს აქვს საკმაწყვილო მოზარდებისთვის დაწერილი ცალკე მოთხრობების სერია. ამ შემთხვევაში, ანუ იქ თავად რეზო ინანიშვილის ამას ამბობს. მაგრამ ლაშა ბუღაძის შემთხვევაში ეს არ არის ამ ტრადიციის გაგრძელება. აქ იქნება რაღაცა ალტერნატიული ხარისხობრივად ახლა არ ვიკამათოთ ვინ უკეთესი მწერალია და როგორ ის, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი დანიშნულება და მით უმეტეს არ შეიძლება შეადარო ორი ერთმანეთისგან ესთეტიკურად განსხვავებული ტექსტი. ეს არის ძალიან ხარისხიანი ფელეტონი. მაგრამ თქვენ თუ შემომიტრიალებთ, რომ ეს როგორი ლიტერატურაა, ლიტერატურული ხარისხით, არაფერი, ანუ ხო შეიძლება ახლა რომ მე რაღაცა ისე ვამართლებ ტექსტს და ეს არის ძალიან ხარისხიანი ფელეტონი. ხო არ ნიშნავს ძალიან ხარისხიანი ფელეტონი ძალიან დარე ლიტერატურას. აი ეს არის საკითხავი. არ არის ეს დარე ლიტერატურა. იმიტომ რომ უამბიციოა. აქ არ არის რომ ავტორის დაუშვათ თხრობაში ან იმაში ხო არის კარგი და ისეთი ძიმეწონიანი ლიტერატურა, ხო თავის სტილითაც გეუბნება რომ მე განსხვავებული ვარ და პრეტენზია მაქვს რომ ისეთი ანუ ყველა დიდი ლიტერატურას ჩვენ ვეძახით, აი ამ თვალით რო შევხედოთ ძალიან პრეტენზიული თავიდან სტილისტურად ხო შინაარსით ანუ დიდი ლიტერატურა არის პრეტენზიული რომ დაინახეთ რომ ეს არის დიდი ლიტერატურა. ამ წიგნში არ არის ეს. ამ წიგნში არის რომ ავტორს უნდა მოყვეს და დაამყაროს კომუნიკაცია კონკრეტულ სეგმენტთან, ასე ვთქვათ, ბიზნესის ტერმინით ვიყავთ კონკრეტულ სეგმენტთან და შექმნას ტექსტი მათი კონკრეტული გასაგები. ანუ ეს სინამდვილეში ძალიან ასე ვთქვათ, დაგეგმილი ბესტსელერი. ანუ მე არ ვიცი, არასდროს არ მისაუბრია ლაშასთან ამ თემაზე. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თავიდანვე იდო ეს ინტერესი, ასე
ასე ვთქვა და იმის იმედი რომ ეს გავიდოდა კონკრეტულ წრეზე და ამ ციკლზე კონკრეტულად ძალიან დაუშვათ კონკრეტული სეგმენტი დაიწყებდა ლაპარაკს. ანუ აი ამაში დარწმუნებული ვარ, ანუ ეს არ არის შემთხვევით დაწერილი რაღაც ბესტსელერი, ან რაღაც ეს არის ძალიან გაზრახ, შეიძლება ერთ-ერთი პირველი ბესტსელერის პროექტიც კი თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. სადაც ანუ არ ამგონია ხა იქ რომ ვიღაც ლიტერატურული რედაქტორები და აგენტები იჯდნენ რომ მოკლედ ხა შენ უნდა დაწერო ესე ან ესე, მაგრამ შეიძლება ესეთი საუბარიც ყოფილა რომ ხო არ იქნება კარგი რომ დაიწეროს წიგნი ამ თემაზე. იმიტომ რომ ჩვენ თუ ამ დროს გავიხსენებთ ეს ხა ლიტერატურულად დღევანდელი რთული დრო არ არის, იმიტომ რომ დღეს ხა განსაკუთრებულად რთული დროა, იმიტომ რომ ფორმატი იცვლება, საერთოდ აღქმა იცვლება, ტექნოლოგიები შემოდის, ხელოვნური ინტელექტი, ანუ ძალიან დიდი კონკურენცია კი აღარ არის, უკვე ესეთი ბრძოლაა, რომ სადაც არის ლიტერატურა თეთრი დროშა უნდა აფრიალოს, თუ რაღაცა წერალმა ვერაობა ტექნოლოგიურ განვითარებას, ანუ რაღაცა დროში და სივრცეში ვერ შეხვდა ამ ყველაფერს და ვერ მიიღო და შესაფერისი ფორმა ვერ მოვიფიქრეთ, როგორ უნდა დაუკავშირდეთ მკითხველს, მაგრამ ეს ცალკე და რთული საკითხია. მაგრამ დაუშვათ 2000-იანები ამ მხრივ არის ძალიან საინტერესო დრო. ჩვენ არ ყავს ახალი მწერლები, მაგრამ არ ყავს ახალი მკითხველი ჯერჯერობით. მკითხველი ყავს ძველი. ანუ ძველი ამ მხრივ გულისხმობ ტრადიციულ ღირებულებებს და ლიტერატურის ტრადიციული გაგებით და რაც მთავარია არა მხოლოდ სტილისტურად, არამედ ფუნქციურად თავისებური გაგებით. რომ რა დანიშნულება აქვს ამას და დღეს თუ ეხა ჩვენ ვიღაცებს უკვე ეცინებათ რაღაცა ტიპის პოეზიაზე, რაღაცა ტიპის წიგნებზე, რომ ვის რაც უნდა ეს სადღეგრძელო და ეს რა ხარუხი, ეს ჯერ კიდევ სადღეგრძელოში ვართ ჩვენ მეტნაკლებად, მაგრამ რთულად და რაღაცა აი ძნელად შეიძლება ხშირ შემთხვევაში გაუცნობიერებლად მიდის ამის ჩამოშლის სურვილი, რომ გაჩნდეს ახალი მკითხველი, რომელიც წიგნს აღიქვავს წიგნად. და არა რაღაცა ტორპედოდ სოციალურ ცხოვრებაში. ანუ ამ მხრივ ძალიან საინტერესო დროა და თითეული ესეთი ტექსტი რაღაც ანუ წერდით, მაგრამ არ ყავდა მკითხველი. და თუ ყავდა ვიღაცა, ეს იყო ან ძველი თაობის მკითხველი, ან თვითონ მწერლები კითხულობდნენ ერთმანეთის ნაწერებს. სხვათა შორის ამ მხრივ შეიცვალა ძალიან დრო და წერლებიც აღარ ყითულობენ ერთმანეთის ნაწერებს, შემიძლია გითხრათ, სივარცნე საერთოდ რთულად წავიდა საქმე. მაგრამ ასეა თუ რთულად გვაქვს თუ რაღაცა დამაბნევლათაც კი ვიტყოდი საქმე დღეს ჩვენ ძალიან ცოტა გვყავს უკვე ძველი ყაიდის მკითხველი. ყოველ შემთხვევაში ამას ყავს ოპოზიცია ისეთი მკითხველისგან, რომელსაც ლიტერატურისადმი უკვე სხვა დამოკიდებულება აქვს, მაგრამ მაშინ ასე არ იყო. და თავისთავად ეხლა რატომ მოვაყოლე ეს განხილვა, რომ სადღაც ჩვენ ვიყავით ყველა ამ თაობის რაღაცა 2000-იანებში, ვინც დავიწყეთ წერა და ვიბეჭდებით, ყველა ვიყავით უმკითხველო მწერლები ვიყავით. ანუ ერთმანეთის ნაწერს ვკითხულობთ, მაგრამ ჩვენ ეხლა მკითხველი არ ვყავთ. მკითხველი თუ ყავდა ვინმეს, ესეც 2000-იანებიდან დაიწყო სხვათა შორის აკამორჩილაძის კითხვაც. 2003-დან და ასე ვიტყოდი 2-დან აი ესე დაიწყო. ანუ ესე არ იყო, რომ რაღაცა არ იყო, ფიზიკურად არ იყო, იყო რაღაცა ძველი ლიტერატურა და ნოლი ინტერესი და სინამდვილეში ძველი თაობის კითხველების უკვე ფიზიკურად ვეღარ ერეოდნენ ხა იმას და თვითონ უკვე ამ პერიოდში დაიბეჭდა ოთარჭილაძის რომანიც. რაღაც მაგრამ ამას კითხველები არ ყავდა, იმიტომ რომ გადიოდა ეს ძველი თაობის კითხველები და ახალი არ ჩანდა. და აი აქ ჩდებოდა შეკითხვა. ეს შეკითხვა შეიძლება ერთი მხრივ იყოს ფილოსოფიურიც და მეორე მხრივ კომერციულიც და ერთმანეთს ეს ამ შემთხვევაში არ გამორიცხავს იმ გაგებით, რომ ვინ უნდა წაიკითხოს ეს წიგნი. ვინ ყავს ჩვენ ამ წიგნის მკითხველი. აქედან გამომდინარე მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ვარაუდის დონეზე თუ შეიძლება რომ იყო დარწმუნებული, რომ ჩვენ იმ დროს ეს უმკითხველო მწერლები რომ ვეძებდით მკითხველებს, სადღაც დაიბადა ეს აზრი, რომ აი არის თაობა
რომელიც მოდის და კაცმა რო ვთქვას, ეხლა ბევრი არაფერი არ იციან ამ მომენტში, მაგრამ თავის დანახვა წიგნში გაუხარდებათ. მე არ ვიცი ეს აზრი მოუვიდა გამომცემელს თუ ავტორს. ალბათ მაღალი ალბათობით ავტორს და ალბათ გამომცემელი დათანხმდა, ან საერთოდ ეხლა მე ვიგონებ და ესე არ ყოფილა და უბრალოდ ავტორის თავში გაჩნდა ეს და გამომცემელს მე როცა ტექსტი წააკითხეს, მოეწონა ეს წიგნი. ალბათ მე თანდათან რამდენიმე წიგნი მომხდარა, ეგრე დარწმუნებული ვარ. აი როგორც თამთამელაშვილის წიგნზე ვთქვი, რომ ეს საუბარში გაჟღერებული იდეაა, დარწმუნებული ვარ. ვარაუდობ ყოველ შემთხვევაში.